კიმიური საკითხი არის ის, რომ რაღაცა ჩემი მშობლების თაობამ ის ცხოვრება ვერ იცხოვრა, რაც უნდოდა რა და დღემდე არის მათთვის ეს რაღაცა ნახევრად აუხდენელი ოცნებების სახით დარჩენილი და მამაჩემი ემიგრაციაში ცხოვრობს, ემიგრაციაშია დღემდე, დედაჩემიც დიდხანს იყო ემიგრაციაში და ეს რაღაცა აქაური სიდუხჭირე და ყოფითი პრობლემები აიძულებდა მასაც და მთელ ბევრ ადამიანს რომ წასულიყო და რაღაც გადარჩენის საშუალებები ეძებნა. მამაჩემის პერსონაჟი თვითონ ახლა როგორც პერსონაჟებს ეგრევე მივიდგეთ და ჩემი პერსონაჟი ძალიან განსაკუთრებული როლი უკავია მამაჩემს შემცხოვრებაში და როგორც პერსონაჟი ყოველთვის იყო ერთ-ერთი ესეთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა და მისი ცხოვრებისეული აღქმა ჩემზე ძალიან მოქმედებდა, როგორ ხედავდა ის სამყაროს საგნებს და როგორ ცხოვრობს და როგორ რას აკეთებს და როგორ აკეთებს, ფაქტიურად განსაზღვრა ვინ ვარ მე. და თან ყოველთვის იყო ჩემთვის საყრდენი. აი, თავარი ამ ნამუშევრის ფორმაც ეგ იყო, რომ მე წევარ მასზე, ანუ ის ყოველთვის არის ჩემთვის ის სიმყარე, რასაც მამა რაღაცას შვილს უნდა უქმნიდეს, ან უქმნის. მისი ესე ძალიან შემოქმედებითი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ, თუნდაც ეს ფრენის სიყვარული, რომელიც ბავშვობიდან მახსოვს, რომ სულ ფრენა უყვარდა და სულ მისი ოცნება იყო, რომ ფრინავი ყოფილიყო და დაფრინავდა კიდეც, მაგრამ არა როგორც პროფესიონალი, არამედ როგორც მოყვარული და ჩვენც რაღაცნაირად გადმოგდო და შეგვაყვარა ეს თვითფრინავები და ესეთი რაღაც საინტერესო ცხოვრება რა. და ზუსტად ამ პერფორმანსს მოყვა ისიც, რომ გაუჩნდა ისე ვიდეო, რომ მოდი პერფორმანსის გარდა მართლა ვიფრინოთ და მართლაც წავედით და ვიფრინეთ. ისევ ეხლა ამ შემთხვევაში სხვა თვითფრინავზე, იმიტომ რომ ეს ცესნა 185 სამწუხაროდ გაფუჭებული იყო და ვერ მოახერხეთ იგივე თვითფრინავით ფრენა, მაგრამ სხვა თვითფრინავმაც კარგად შეასრულა ეს როლი. ჩემი პროფესიით ხატვარია თვითონაც და ამიტომ მისთვის ეს ფორმა არ იყო უცხო და ძალიან სიხარულით ჩაერთო ამ პროცესში. გარდა იმისა, რომ ფრენას ვერ გაყვა, ვერც თავისი პროფესიული საქმიანობით ვერ გააგრძელა ცხოვრება, რადგან უწევდა ემიგრაციაში ყოფნა და იქ მუშაობა იმისთვის, რომ ჩვენ დაგხმარებოდა და გავსდილიყავით. ამიტომ ესეც ერთ-ერთი აუსრულებელი ოცნებასავით არის მისთვის და რაღაცნაირად ეხა ამ ნამუშევრის ერთად გაკეთება კიდე შეიძლება რომ ახალ საწყისად დაინახოს თვითონაც და მეც მის შემოქმედებით ცხოვრებაში. პროფესორის თავიდან არ მქონდა მაგაზე ნაფიქრი, რომ ეს თვითფრინავი შეიძლება რაღაც ემიგრაციასთან კავშირიც იყოს ნამუშევარში, მაგრამ მეგობარმა მითხრა და შეიძლება ეგრეც დავინახოთ ეს ნამუშევარი, რომ ამ შემთხვევაში თვითფრინავი თუ ვინმე ვთქვათ თუ კონტექსტი არ იცი და ეს მამაჩემის სიყვარული რამაც მე მიბიძგა ეგ რო გამოვრიცხოთ, შეიძლება სადღაც გაფრენასთანაც დაკავშირდეს ეს ნამუშევარი და სადღაც ემიგრაციასთანაც ჰქონდეს გარკვეული კავშირი. ეს ფორმა ჩემთვის საკმაოდ ღია არის ინტერპრეტაციებისთვის და თუნდაც ემიგრაციასთან იქნება კავშირში თუ რამე სხვა თემასთან, რაც ამ ნამუშევარში შეიძლება დაინახოს ვინმემ, ჩემთვის საინტერესო იქნება პირიქით განსხვავებული აღქმები. ეს ნამუშევარი არის ყალებში ტრილოგიის ნაწილი, ჩემი ბოლო პერფორმანსების და ტრილოგია თუ მოვიხსენიებ, იმიტომ რომ რაღაც დაევთხარ, რომ ეს არის მესამე, თორე შეიძლება კიდე დაემატოს და გახდეს მე 4 და შემდეგ კიდე სხვა, არ ვიცი, ჯერ არ მაქვს დაგეგმილი, მაგრამ
ღია ვარ ამისთვის, როგორც ამ ნამუშევრისთვისაც აღმოჩნდა, რომ ღია ვიყავი. ბოლო პერფორმანსის მერე მქონდა განცდა, რომ აი დედაჩემთან ერთად რაც გავაკეთე დგომა, მქონდა განცდა, რომ ის იყო ჩემს ცხოვრებაში ბოლო პერფორმანსი, იმიტომ რომ ემოციურად ძალიან იმოქმედა ჩვენზე ორივეზე. მაგრამ ძალიან მალე, რატომღაც ესე სპონტანურად მომივიდა იდეა, თუ რაღაც დავინახე ეს იდეა, რომ მამაჩემთან ერთად რაღაცას ვაკეთებ და როგორც თქვათ, წინა პერფორმანსის შემთხვევაში ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ ურთიერთობაზე ძალიან უშუალოდ და პირდაპირ ელაპარაკა ნამუშევარს ჩემი და დედაჩემის ურთიერთობაზე და ზოგადადაც დედაშვილის ურთიერთობაზე. ამ შემთხვევაშიც იგივე მიმართება მქონდა, მინდოდა რომ ბუნებრივი ყოფილიყო და ძალიან მართალი ჩვენი ერთმანეთთან დამოკიდებულება და მაგიტომაც ასახავდა პრინციპში ეს ფორმა იმას, რაც იყო შენი შინაარსი. როგორც თქვი, ეს ტრილოგია მარტო იმიტომ დავარქვი, რომ უბრალოდ დაემთხვა, რომ მესამე არის ეს პერფორმანსი ამ სერიაში, რომელიც ჯერ დავიწყე ჩემ შვილთან ერთად, მერე მოყვა დედასთან ერთად ნამუშევარი და ეხლა მამასთან ერთად და ხუმრობით მეუბნევია, რომ ველოდებით უკვე შენ დასთან ერთად როდის გააკეთებ შემდეგ ნამუშევარს და ხო რატო არის ერთმანეთის ნაწილი და თუ რაღაც სერია რატო არის, ამაზე შემიძლია ვისაუბრო და მაგას ავხსნი, რომ როცა პირველად გავაკეთე ჩემ შვილთან ერთად ნამუშევარი, მაშინ ეს ფორმა აღმოჩნდა ჩემთვის ძალიან ცოცხალი და თან ესეთი გახსნილი რა, ბევრნაირად შეიძლებოდა იქ რაღაცების ცდა და თამაში რა, თუნდაც აი ბავშვის აღქმიდან გამომდინარე რომ უყურებდი, მისთვისაც რაღაცნაირი თამაშის ფორმა იყო ეს, მაგრამ გარდა ამისა რაღაცა რუტინული ქმედების ისეთი გამეორება და ჩავთვალე რომ მისთვისაც რაღაც მნიშვნელოვან კვალს დატოვებდა. მერე უკვე იმდენად მომეწონა ეს საკუთარ ახლობელთან თუ რაღაც ყველაზე ძვირფას, ყველაზე ახლო ადამიანთან ერთად რაღაცის გაკეთება და გარე სივრცეში გამოტანა ურთიერთობის და რაღაცა ძალიან ინტიმურის ესე საჯაროდ ჩვენება აღმოჩნდა ძალიან საინტერესო ფორმად ჩემთვის და ყველაზე მეტად რამაც მომაწონა ეგ ფორმა შეიძლება ესე ვთქვა რომ არის ის რომ ეს ძალიან ინტიმური ურთიერთობები დედას და შვილს შორის, მამას და შვილს შორის, შეიძლება რაღაც ოჯახის სხვადასხვა წევრებს შორის ძალიან საყოველთაოა და რაც არ უნდა განსხვავებული იყოს შენი და შენი მშობლის ურთიერთობა, შენი და შენი შვილის ურთიერთობა, ის როცა გარეთ გამოდის, მაინც ვიღაცასთან საერთოს პოულობს რა, ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია შეიძლება მოყვეს, მაგრამ ძალიან ბევრი საერთოობაც მოაქვს და დედაჩემთან ერთად ნამუშევრის მერე იმდენი ეგეთი ის ვივიღე უკავშირი, რომ აი მე და დედაჩემზე დამაფიქრა ამ ნამუშევარმა და ბევრს გაუჩინა ეს საკუთარ ურთიერთობებზე ფიქრის სურვილი რა, დედასთან ურთიერთობაზე, ეხლა ამ შემთხვევაში ალბათ მამასთან ურთიერთობაზე, შეიძლება შვილთან ურთიერთობაზე ფიქრის პროცესი, რაც ბავშვთან ერთად გავაკეთე, იმასაც დაეძრა და აი ეგეთ იმპულსებს რო აჩენს, უკვე ძალიან ძვირფასია ჩემთვის რა და თან ამ ჩემი ძალიან ძვირფასის გამოტანა სამსჯელოდ ეგეც ძალიან მომწონს, როგორც ეს პერფორმანსის ფორმა. პერფორმანსი მე მაშინ მაინტერესებს, თუ ის არის ნამდვილი. ყოველთვის ეთყობა, არ მინახავს პერფორმანსი კარგი, თუ იმაში ეს რაღაც ცოცხალი, შიშველი სინამდვილე არ არის რა. როცა პერფორმანსში რაღაცა გულწრფელი დამოკიდებულებით შედიხარ და შენი ძალიან ყოფითი, ინტიმური ურთიერთობები გადმოგაქვს აქ, მაშინ აქვს შემთხვევით ამ პერფორმანსს ძალიან ისეთი მართლა ძალა რა, როცა ნამდვილს და ცოცხალს ეხება. და არ არის ეს ზედმეტად გამხატრულებული ფორმა, ან რაღაცა დახვეწილი სკულპტურა, ან გამოთლილი, ბოლომდე დამუშავებული იდეა რა, ხანდახან პირიქით არის ძალიან raw material და მოუხეშავი და იქ სივრცეში და ადგილზე იყურება როგორც ფორმა რა. ეგეც ძალიან მომწონს პერფორმანსში, რომ თითქოს თავიდან იმპულსით მოდის და მერე უცებ ხდება ეს იქცევა ხდომილებად რა, happening-ი, რაც ქართულად მე ესე ვთარგმნი და არ ვიცი, სხვა შესატყვისიც აქვს. ეს წამიერი მომენტი, რომ იმ წუთას ხდება და მხოლოდ მაშინ არის ხელმისაწვდომი, ეგ ძალიან დიდი ენერგეტიკის მატარებელია ჩემთვის. და ეგ ვერ ხდება თუ უკან სინამდვილე არ უყარებს ამ საფუძველს. და სინამდვილე არის ის, რაც მართლა ყოველდღე არის შენი ცხოვრება და ჩემი ცხოვრება ეს ადამიანები არიან დღეს.
მადლობა ყველას ყურებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს შემომწირველებს. მათ ვისაც წვლილი შეაქვთ ლიტაგორას მოხალისეობრივი პროექტის გაგრძელებაში. ამჯერად shout-out-ი აპრილის მხარდამჭერებს. სანდრო კომლაძეს, თათა გაჩეჩილაძეს და ამირან რამიშვილს.